მოგესალმებით, ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. არავის დავიწყებია როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა თავად პატრიარქი რომ საუბრობს მასთან დაპირისპირებასა და ბრძოლაზე. მაშინდელ ძალებსა და ხელისუფლებას როგორ უნდოდათ ჩვენი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს დაკნინება. ამის შესახებ მიხეილ ყაბალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოს რეიტინგის მაღალი ნიშნული არ მოსწონდათ და ცდილობდნენ დაეზიანებინათ. ეს ადამიანები არიან ამ ახალშექმნელი თუ ძველი რადიკალური ოპოზიციის კოლეგები. როგორ უნდა მისცეს თავს უფლება საქართველოს მოქალაქემ რომ ამ რადიკალურ ფთას ან გაყვეს ან მხარი დაუჭიროს. ჩვენ პოლიტიკური ველის გაჯანსაღების პროცესი დაწყებული გვაქვს. არც თუ ისე ცუდად მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიაში დისკუსიებისა და დებატების საწყისი ეტაპი. ჩვენ მოტივირებულები ვართ და პრეზიდენტის ინსტიტუტს ეს აქვს ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი, რომ აუცილებლად უნდა არსებობდნენ განსხვავებული შეხედულების პარტიები, მაგრამ ეროვნულ პლატფორმაზე უნდა იყვნენ აუცილებლად. ეს პროცესი უნდა განვავითაროთ. ჯერ დაკრძალულიც არ ყავდა პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემებით სპეკულირება და მითის დაპირისპირება. განაცხადა ყაბელაშვილმა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობა იყო დაინტერესებინათ არა მხოლოდ ამერიკელი ინვესტორები, არამედ აშშ-ის ხელისუფლება, რათა მათ საკუთარი ბიზნეს სექტორი წაეხალისებინათ, რომ ანაკლიის სპორტში ინვესტიცია ჩაედოთ სამწუხაროდ ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუხვევათ. სწორედ ამას გულისხმობდა განცხადება, რომელიც ეხებოდა იმას, თუ რამდენად შეიძლება ჰქონოდა ამერიკას შავ ზღვაში ინტერესი ეკონომიკურად. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც შეკითხვა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის მიმართ ამერიკის ინტერესზე დასვა და ამავე კონტექსტში ახსენა ბიძინა ივანიშვილის მიერ წარსულში გამოყენებული ფრაზა რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ეს გამონათქვამი შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ექნებოდათ ამერიკელებს შავ ზღვაში ინტერესი, რაც გამოჩნდა კიდევაც, რომ ინტერესი ვერანაირად ვერ გავუხვევათ. ანაკლიის სპორტის აშენება და ფუნქციონირება, რაც არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში, არამედ რეგიონულ ინტერესებში, განსაკუთრებით ევროპა-აზიის დაკავშირების მხრივ. საქართველოს პროკურატურამ ქალაქ მარნეულში მომხდარი განზრახ-მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს მარნეულში ბრალდებულმა განზრახ-მკვლელობის მიზნით ბასრის საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა. ბრალდებული სამართალდამცველებმა 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ნათქვამია ინფორმაციაში. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის მცირე საოჯახო ტიპის სახლი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრი ანიკა მოინახულა. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ფიზიკური გარემო. გაესაუბრა სახლის ხელმძღვანელს და დასაქმებულ პირებს, განიხილა ბავშვთა ზრუნვის სფეროში არსებული გამოწვევები. ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და გრძელვადიანი გაძლიერების მნიშვნელობაზე. საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად მიუთითებს არასრულწლოვნებზე ორიენტირებული სერვისების გაფართოების, გაძლიერებისა და ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ განაგრძობს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებათა სისტემურ მონიტორინგს და გამოკვეთილი მიგნებების შესაბამისად უფლება-მოსილების ფარგლებში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. საზოგადოება ხედავს, რომ თითოეული ვიზიტით და შეხვედრით ეტაპობრივად კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან ნულიდან აღდგენას. საზოგადოებაში იყო გარკვეული წუხილებიც, ხომ არ არსებობს რაიმე ფარული დღის წესრიგი, თუმცა მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ნაკარნახევი იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, განაცხადა ლევან მახაშვილმა. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჩუღურეთში მდებარე 2 უფასო სასადილო მოინახულა და საერთო ვითარებას გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით სასადილოებში ვიზიტის დროსაც გამოჩნდა არსებული სისტემური გამოწვევები, მათ შორის ინფრასტრუქტურისა და მენიუს კალორაჟის კუთხით. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ბენეფიციართან ნაწილს სასადილოდან მხოლოდ პურიმი ჰქონდა. აღნიშნული ცხადყოფს უფასო სასადილოებთან დაკავშირებით დროული და ქმედითი ნაბიჯების გადათმის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტი
სტანდარტების დროული დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ მომსახურების მართვა მენიუს კალორაჟი, კვების ხარისხი, უსაფრთხოება, სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ამასთან კიდევ ერთხელ დადასტურდა ბენეფიციართათვის ხარისხიანი კვების უზრუნველსაყოფად სათანადო კონტროლის და შესაბამისი ეფექტიანი რეაგირების განხორციელების მნიშვნელობა. ნათქვამია ინფორმაციაში. თბილისის მერ კახაკალაძის თქმით, საწვავზე ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული და ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად განუცხადა. ყველა ის ადამიანი, რომელიც აკვირდება მოვლენებს, ხედავს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. მგონი აქ კითხვები არ არსებობს და ვიცით, რატომ ხდება ფასების მატება. არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ზოგადად მსოფლიოში. ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში საუბრობენ საწვავის დეფიციტსა და პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ფასები განპირობებულია იმ პროცესებით, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს, განაცხადა კახაკალაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ყირიმში თავდაცვის სამინისტროს ან 26 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის ჩრდილოეთ ფლოტის შერეული საავიაციო კორპუსის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ოტროშჩენკოცაა. რუსული მედიის ცნობით ამის შესახებ მურმანსკის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ჩიბისმა რეგიონული მთავრობის ხდომაზე განაცხადა. ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ან 26 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი 31 მარტს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფრენის წესების დარღვევით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართავობა იყო. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. Times of Israel-ის ინფორმაციით ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. ირანული მედიის ცნობით მაჯიდ ხადემი ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის სადაზვერვო დაცვის ორგანიზაციისა და დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. სერბეთის უსაფრთხოების სამსახურებმა უნგრეთში გაზსადენზე დივერსიის განხორციელების მცდელობაში უკრაინული კვალი ვერ აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით ამის შესახებ სერბეთის სამხედრო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორმა ჯურო იოვანიჩმა განაცხადა. დეზინფორმაცია მიუთითებს, რომ სერბეთის შეიარაღებული ძალები და მათი სამხედრო მოსამსახურეები იმუშავებენ სხვა ან მესამე მხარისთვის უკრაინული ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნით და უკრაინის დადანაშაულებით. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა იოვანიჩმა. მისი თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელი არ ნიშნავს, რომ ისინი დამკვეთებიან შემსრულებლები არიან. სერბეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე დივერსიის მცდელობა განხორციელდა. მათი ინფორმაციით გაზსადენის სიახლოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები იპოვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ეროვნული უშიშროების საბჭოს ხდომა მოიწვია და შეხვედრის შემდეგ დავალება გასცა, რომ თურქული ნაკადის გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთის სამხედრო დაცვის ქვეშ მოქცეულიყო. იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ირანთან მოლაპარაკებების გასამართად ემზადება. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. ვამზადებთ დიალოგს ხელმძღვანელობის დონეზე შესაბამის დროს. განუცხადა მან საპარლამენტო კომიტეტს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვისთან გეგმავენ მოლაპარაკებების გამართვას. როგორც მედია წერს, იაპონიის ნედლი ნავთობის დაახლოებით 90% ახლო აღმოსავლეთიდან მოდის, რაც მას განსაკუთრებით დაუცველს ხდის ჰორმუზის სრუტის დახურვის მიმართ. გასულ თვეში მთავრობამ მხარი დაუჭირა კერძო სექტორის საწყობებიდან 15 დღისთვის საკმარისი ნავთობის მარაგის გამოყენებას, რაც მისი სტრატეგიული რეზერვებიდან ნავთობის ყველაზე დიდი გამოთავისუფლების შემთხვევაა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.